მოგესალმებით, მონოგარი კლუბ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად გიმასპინძლებთ. ძალიან საინტერესო განაცემა მინდა შემოგთავაზოთ. მონოგარს სტუმრობს თქვენთვის უკვე ძალიან კარგად ცნობილი, ყველასათვის საყვარელი და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ბატონი მამუკა ნემსაძე. მამუკა შერეგლებს აღარ ვთვლი, იმიტომ რომ გვარდის სახელი ყველაფერზე ლაპარაკობს. და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ნიკო ქორიძე. განსაკუთრებით მიხარია ნიკო შენი სტუმრობა, იმიტომ რომ ახალგაზრდებისაა, მოკლედ მომავალი, არც მინდა მამუკა არ ვარ ძალიან ხანდაზმულები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ჩვენი მომავალი ხართ და ძალიან მიხარია დღეს რაღაცა ის ბოლო დღეები ისე მომიწია, რომ ჩემ კოლეგებთან ერთად ჩემთვის ძალიან საყვარელ თემებზე მიანობა გინეკოლოგიაზე ვლაპარაკობ, დაუბრუნდი ორბიტაზე, იმიტომ რომ ტრანსლაციული მედიცინა რაღაც გამიყვანა ასტრალში და ტვინი მეგრძო მის სიმართლე გითხრათ ამ თანამედროვე მიღწევებზე და გენომებზე საუბრის. ძალიან მიხარია, რომ დაუბრუნდი მშობლიურ ველს კოლეგებს. ესე იგი, ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ თქვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მართალია უჩემოთ და ჩემთან კონტაქტის გარეშე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ როგორც წესი მე გინეკოლოგები როდესაც ამის გეგმავენ ხოლმე ყოველთვის მიკავშირდებიან და მე მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ მათ. თქვენ ჩაატარეთ ძალიან საინტერესო კონგრესი, ახალგაზრდა მიანგინეკოლოგთა კონგრესი და როგორც შემდეგ გავიგე, იყო ძალიან საინტერესო თემაზე, ეს გახლავთ საკეისრო კვეთები და აი მისი შემცირების გზები. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში. ამკაც გარდა იმისა, რომ არის ძალიან გამოცდილი და აქტიური პრაქტიკოსი ექიმი, ის გახლავთ სამინისტროს ექსპერტი. ამიტომ ჩართულია ყველანაირი რეგულაციების შემუშავებაში, ასევე ამავდროულად რეგულირების ასე ვთქვათ, კონკრეტული პუნქტების შემუშავებასა და ადაპტირებაში საქართველოს რეალობაზე. მაგრამ სამწუხაროდ ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯებს ვერ ვდგავთ. პრობლემა ძალიან ბევრია. დამეთანხმება მამუკა, პირველი პრობლემა გახლავთ ის, რომ მოსახლეობის ინფორმირებული სტოპების დონე არის ძალიან დაბალი და შეცდომისად ქალი იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და მასთან არავინ არ მუშაობს. ჩვენ კოლეგებს ასე ვთქვათ, ურჩევნიათ, რომ გაყვნენ ქალს ამ განაწყვეტილების გზაზე, იმიტომ რომ ბევრი მომგებიანი ის ვთქვათ პუნქტია, პრაგმატული, არაპროფესიონალური, არასწორი, მაგრამ ძალიან პრაგმატული, ამაზე მინდა დეტალურად ვილაპარაკოთ. და მეორე გახლავთ ის, რომ დაიკარგა თქვარი კვალიფიკაცია ახალგაზრდებში, მით უმეტეს ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღება არც თუ ისე ადვილი საქმეა. თქვენ ისეთი გორისხა ხართ, რომ ეს წესი და კანონით რაღაცას არქეტიპში გიგებთ და ეს მიხარია ზუსტად რომ ისეთი საოცარი ოჯახის წარმომადგენელი ხართ, რომლებიც პირველები იყვნენ კატეგორიული, ეს იყო თაობა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, არასაჭირო და გადამეტებული თქვა საკეისრო კვეთების, ამიტომ ესმოდათ ზუსტად ამ პროფესიის, აი ამ კონკრეტული მიმართულების მნიშვნელობა და იცოდნენ რა რისკებთან იყო ეს დაკავშირებული. მამუკა, მოდი მაინც შენგან დავიწყებ, დაესწარი შენ ამ ღონისძიებას. მითხრა ძალიან საინტერესო მოხსენებაც გააკეთე, იმიტომ რომ მე გავეცანი შენს მოხსენებას. ეს იყო მსოფლიო პრაქტიკა, როგორ ებრძვიან თქვა საკეისრო კვეთის დაწევას და მე მინდა შენგან განმარტება მოვისმინო, იმიტომ რომ შენ ისევე როგორც შენი კოლეგებისთვის, ბევრი პაციენტისთვის და საზოგადოებისთვის ხარ ადამიანი, რომლისგანაც სიამოვნებით მოისმენე. რა არის საკეისრო კვეთა? კომფორტია? საკეისრო კვეთა არის გამოგონილი ჩარევა, რომელიც აუცილებლად ემსახურება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის გადარჩენას, ოღონდ მხოლოდ გარკვეული მკაცრი სამედიცინო ჩვენებით. იმის გამო, რომ თითქოს უკეთესი გამოსავალი უნდა მიიღოთ და ნაყოფის გამოსავალი თითქოს უკეთესი უნდა ყოფილიყო, გაგომჯობესებინა შედეგები. აღმოჩნდა, რომ 1950 წლის შემდეგ რა მაჩვენებელზეც არის ახალშობილთა ცერებრალური დამბლა. სწორედ იმ მაჩვენებელზეა ამ გაზრდილი საკეისრო კვეთების დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კეთდება იმ мотивაციით, რომ ჩვენ უკეთესი ბავშვი გვინდა მივიღოთ, ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. ძალიან ბევრი ისტორიულად თუ გადავხედავთ 1970 წლიდან საკეისრო კვეთის ჩვენების სტის დინამიკას, გარკვეულწილად სამეანო ტექნოლოგიების შემოტანამ მეანობაში შეცვალა სიტუაცია. 1970 წლიდან შემოვიდა ნაყოფის ელექტრონული მონიტორინგი. ამან გააკეთა ის, რომ მაშინვე რამოდენიმე წელიწადში გაორმაგდა საკეისრო კვეთის ჩვენება. ამას მოყვა და აღმოჩნდა შემდეგ, რომ 60%-ში ტყუილა ვაკეთებდით ამ ოპერაციებს ნაყოფის გულისცემის ცვლილების არასწორი შეინტერპრეტაციის გამო. ფიგომ გადახედა 1985 წელს გამოქვეყნებულ პირველ guidelines და
2015 წელს გამოუშვა ახალი გაიდლაინი ნაყოფის ელექტრონული მონიტორინგის ახალი გზამკვლევი, რომლითაც ბევრი კრიტერიუმი შეცვალა. გადატანის საკითხის მოთხოვნამ, იმიტომ რომ ერთი საკითხი უკეთა იყო გაკეთებული მანამდე და შემდეგ მეორეც დაჭირდა, მესამეც დაჭირდა ქალს, ეს ერთი ნაბიჯი იყო საკითხის უკეთების ზრდის დინამიკის. შემდგომ იყო ტენდენცია, რომ შეეცვალათ როგორღაც მშობიარობის ცდელობა ბუნებრივი საკითხის უკეთის ბუნებრივი გზებით საკითხის უკეთის გადატანის შემდეგ. ამან გამოიღო ხანმოკლე შედეგი, თუმცა ისევ გაიზარდა საკითხის უკეთის რიცხვი და დღეს უკვე ახალი ტენდენცია მთელ მსოფლიოში საკითხის უკეთა დედის მოთხოვნით, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დრამატულად არის გაზრდილი და ყველაზე დიდი ლიდერი ქვეყნები ამ მხრივ ეს არის დომინიკის რესპუბლიკა 55%-ზე მეტი, ეს არის ბრაზილია, ეს არის კვიპროსი, ეს არის ეგვიპტე, ეს არის ჩვენი თურქეთი 55%. და მიბაძოთ. და კიდე თურქეთში რეგიონში ებახოლოდ ეგჯობდის თურქეთი და თურქეთი, თუმცა ახლა ისეთი ქვეყნები ჩამოთვალე მამკა რო არ მიბაძოთ არ იქნება. ნუ რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები ერთ-ერთი ტენდენცია მინდა უფრო კონკრეტულად შევეხო მენჯის მემდებარების შემთხვევაში საკითხის უკეთის ჩატარების ტენდენციას, რომელიც 2000 წელს ეყრდნობოდა ერთ-ერთ კვლევას, რომლის შემდეგ მთელ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ყველა ქალი გაეჭრა და 50%-დან საკითხის უკეთების პროცენტი, რომელიც მემდებარების იყო გათვალისწინებული, ავიდა 80%-მდე და ზოგადი სტატისტიკის შეფასებით აღმოჩნდა, რომ აი რისთვის ვაკეთებ საკითხს, რომ ბავშვი გადავარჩინოთ, ნაკლები ტრავმა მივიღოთ. აღმოჩნდა, რომ 2000 საკითხის უკეთა საჭირო იყო, რომ 11 ახალშობილი გადაერჩინათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალს ვჭრით, საშუალოს ვაინვალიდებთ და შემდგომში ამ ქალს აქვს საშუალოს გახევის დიდი შანსი. და რა თქმა უნდა, შემდეგი საკითხის უკეთის დროს პლაცენტის წინდებარეობის, პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების, პათოლოგიური მიმაგრების, სიღრმენის, ჰემოტრანსფუზიის და სხვა გართულებების რისკი საკმაოდ იზრდება. და აღმოჩნდა ისიც, რომ 80 გადარჩენილ ახალშობილზე მეჯის წინდებარების დამშობიარები ერთი ქალი იღუპება. ეს საუბარია იმაზე, რომ ეს ჩარევა კი გავაკეთოთ, მაგრამ მოდი რის ხარჯზე ვაკეთებ საკითხს დროს, მაგრამ 80 საკითხს რო ყვეთა მეჯის წინდებარობით გვაძლევს ერთ გარდაცვლილ ქალს. ღირს ამათ, ასე რომ თითოეულ შემთხვევაში ჩარევების და ინტერვენციების შეფასება უნდა მოხდეს საკმაოდ მკაცრად, მკაფიოდ და თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განვიხილოთ, რატომ, რასთან გვაქვს საქმე, რა პრობლემაა. ეს არის დედის პრობლემა, ოჯახის პრობლემა, რომელიც არასწორად მიუდგა ამ საკითხს, მშობადობის ამ საკითხს. ეს არის ჯანდაცვის სფეროს მიმწოდებელთა, სერვისის მიმწოდებელთა, ანუ ექიმთა, ბებიაქალთა, ჯანდაცვის პროფესიონალთა პრობლემა თუ ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. არასწორად მიწოდებული ანალიზი შემთხვევების, არასწორად დაცული ექიმების უფლებები და რეკომენდაციები არასწორად შესრულებული. მგონი ყველაფერი ერთად. თუ საგანმანათლებლო სისტემის სიმწირე. მგონი ყველაფერი ერთად არის. ჩვენთან ყოველ შემთხვევაში რაც ახლა ყოველთვის ვადევნებ, ჩვენ გვაკლია სოციალური მარკეტინგიც, რაც საკალეთთან მუშაობას გულისხმობს და მოსახლეობის განათლებას, იმიტომ ინფორმირებული ჩართულობა ვართ მოაგვარებდა ამ წესრიგს და რასაკვირველია გეთანხმები, რომ პროფესიონალური დაცულობის საკითხი აქ აუცილებლად ხალხსგასმით უნდა ვთქვა, რომ რაღაც პროფესიონალურ ასოციაციებს მე მიხარია, რომ გაჩნდა ახალგაზრდა მიანკინეკულთა ასოციაცია. ასოციაცია არ არის ზედამხედველი და დამსჯელი. ასოციაცია უნდა ზრუნავდეს წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ ადვოკატირებაზე და თუ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო და შემდეგ ზედამდგომი ორგანოები რაღაც თქვათ ვერ მოგყვებით რეგულაციებში, უნდა გვიკარნახოთ რა ტიპის რეგულაციებით უნდა გამოვყვეთ, როგორ უნდა იყოს ადაპტირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რომ თქვენ გაგიოლდეთ მუშაობა ადგილზე, რას ვერ ვაკეთებთ ისე. და აი ამ კითხვით გადმოვდივარ თქვენთან. რატომ გადაწყვიტეთ, აი თქვენ ახალგაზრდა მიანკინეკულთა ასოციაციამ? ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, ფიქრობთ, მე ყოველწლიურად ანალიზს ვაკეთებ, გამომაგ დეტალებში ვშლი რა პროფილში, რომელ ნიშაში, რომელ სეგმენტშია, თქვათ აი საკითხი როგორ და მეტი სად რა შეიძლება ვისთან ვიმუშაო და ასე შემდეგ. ეს მამკაც თქვათ არ გამიკვირდებოდა და მე გამეხარდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ასე თქვათ დაბალია აქტივობა.
მიანგინეკოლოგთა ასოციაციის ვისაც ეს ევალება, მე არც გამიგია ბოლო პერიოდში რომ მათ ჩაეტარებინათ რამე ამ მიმართულებით რამე კონკრეტულად ან თუნდაც ჩვენი ანალიზები რომელიც ძალიან ღრმა და ბევრის მომცველია ის გაეცნოთ პროფესიონალებისთვის, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ რომ შესაძლებელი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოდ მე ჩემ მაგიდაზე დევს და ისიც ის მომკომ ძალიან კარგად მე შემიძლია 40,000 მშობიარობის შემსრულებელს მიიღო თავის ანტენატალური მეთვალყურეები და თითოეული ექიმის ხარისხი დაგიდოთ იმის იმ თვალსა თუ ჩვენ ავიღებთ ხარისხის ინდიკატორად როგორ იმუშავა ანტენატალური მეთვალყურეების ექიმა პაციენტთან და როგორ მივიდა, როგორი მომზადებით გადაწყვეტილებით ის შემდეგ მიანთან, ეს რასაკვირველია არის სერიოზული ხარისხის ინდიკატორი. თუ ჩვენ ამას გავადენთ თვალყურს, ეს გასაგები იქნებოდა, რომ ეს გაეკეთებინა მამუკას ან კიდევ ჩვენ რამდენიმე ექსპერტს და მიანგინეკოლოგთა ასოციაციას, რომელთანაც მე ძალიან აქტიურად თანამშრომლობ, გამიკვირდა სასიამოვნოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ახალგაზრდებმა აირჩიეთ ზუსტად ის ნიშა, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად პროფესიონალურად გვიჭირს. რა გახდა ამის მიზეზი? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მიზეზი გახდა ის, რომ საკეისრო კვეთა დღეს ყველაზე ხშირად ჩატარებადი ოპერაცია არის და როგორც ვიცით, საჭირო საკეისრო კვეთების პროცენტი არის 15, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროცენტი არის და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 50%-მდე ამის ყველაზე მეორე ხალხს ჭრია. ამის მეორე ხანი იჭრება მსოფლიოში დაახლოებით 4-დან 1 მშობიარობა სრულდება საკეისრო კვეთით და ეს პროცენტი მზარდი არის ყოველწლიურად. ჩვენი მიზანი 25% გამოდის, ხო? თუ 4-დან 1 გამოდის 30 ალბათ. იზრდება ასევე მოთხოვნით საკეისრო კვეთის პროცენტიც, ყოველწლიურად დაახლოებით 4%-ით იზრდება, რაც საკმაოდ მაღალი არის. ამის მიზეზი, როდესაც ჩავეძიეთ თუ რატომ მithოვენ ქალები საკეისრო კვეთას და საქართველოში ძალიან პოპულარული არის საკეისრო კვეთის მოთხოვნა, აღმოჩნდა რომ იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მაღალი იყო საკეისრო კვეთა მოთხოვნით, მისი მიზეზი იყო დობის არ ქონა ექიმის მიმართ, რომ მშობიარობას, ვაგინალურ მშობიარობას გართუნებულს წარმართავდნენ წარმატებით. თვითონ ექიმების მხრიდანაც ზოგიერთ ქვეყანაში მიზეზი იყო, რომ ექიმების მხრიდან არ იყო შესაბამისი ოპონირება გაწეული. როდესაც ქალი მოგმართავს მოთხოვნით საკეისრო კვეთაზე, როდესაც პირველი მშობიარობა არის და არანაირი ჩვენება საკეისრო კვეთის არ აქვს პაციენტს, ჩვენი მიზანია რომ აუხსნათ თუ რა გართულობები შეიძლება მოყვეს, რადგან ბატონო მომკამი საუბრა, არის ადრეული და შორეული გართულობები, რაც საკმაოდ სერიოზულ გართულობებს წარმოადგენს და დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში რა გართულობები შეიძლება წარმოიქმნას. თუ ჩვენ ამას დეტალურად ავხსნით, თუ ჩავეძივით მიზეზზე, თუ რა შეიძლება, რა მიზეზით შეიძლება ითხოვდნენ საკეისრო კვეთას და ეს ძირითადად ტკივილის შიში არის ხოლმე, უნდა აეხსნას პაციენტს, რომ სრული ანალგეზია შეიძლება მოხდეს მშობიარობის, ყველანაირი გზა არსებობს წარმატებით ვაგინალური მშობიარობის დასრულების და თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება, შემდგომში შეგვიძლია გადავიდეთ საკეისრო კვეთაზე, თითქმის ნებისმიერ ეტაპზე. თუ ამას დეტალურად ავხსნით და ინფორმირებულ თანხმობას სრული ინფორმაცია მეწოდება, ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი პროცენტია გადაფიქრების. შემდგომ მოყვებიან ვაგინალურ მშობიარობას. და კიდევ ეცეთ მე ვფიქრობ, რომ არგუმენტები აი, სულ ყველა საინტერესო რაც როდესაც შეანატარებ კვალიფიციური კონსულტირებას, ზუსტად უნდა იცოდეს იმ ადამიანს, აი რა უნდა უთხრა. სხვაჯერ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ისეთ პროფესია გვაქვს, რომ ერთგვარი ფსიქოთერაპევტები ვართ. ხო, ფსიქოთერაპევტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინზის შენ სი, ქალი თუ დედა. თუ შენთან ზის ქალი, მაშინ შენ კონსულტირების დროს მიგყავს აქცენტები ქალისთვის რა პოზიტივებია. საკეისრო კვეთისთან დაკავშირებით. სხვა შორის ძალიან ბევრი ცრო ინფორმაცია მე გაოცებული ჩავავდი აჭარი და როდესაც მე მოვყვები კიდევ ამ შესახებ თქვენს მოვიყევით, რომ ისეთ რამებს ყვებიან საკეისრო კვეთას დაკავშირებით, აპირიქტურა ყველაფერი და აბსოლუტურად სხვა შეხედულება აქვთ. ამავდროულად ესე იგი თუ ხეისა დედაგიზის ხო ბავშვისთვის რა პოზიტივებია ფიზიოლოგიურ მშობიარობაში წინაპლანზე უნდა წამოიყვანო და იქვე უნდა 2-3 უთხრა რა რისკებს ქმნის საკეისრო კვეთა. ნუ ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თუ შენ გიზის დედა
და ელაპარაკები ხალხზე ან კიდე 6 და 7 რაღაცას ერთად ვერ იმახსოვრებს. 2-3 არგუმენტი უნდა მუშაობდეს ისეთი და ოღონდ ძალიან კონკრეტული. ხარ როდესაც მე ჩემ კოლეგებს ვეკითხები ხოლმე ძალიან გამოცდილ კვალიფიციურ ექიბებს ხო? მე უბრალოდ 21 ჯერ მეტი გართულება აქვს, ჩემთვის არც არ ნიშნავს. აი 21-დან 1-3 მითხარი, რომელიც მართლა შემაშილებს ხომ მართახვები, ამას საზამიწის ხოლმე ხო სინაურზე, რომ კაცო 21 ჯერ მეტია ვეუბნებიო და თუმცა კი ახერხებს იმ 21 ჯერ მეტი, სადაც ძალიან დაბალი აქვს საკეისრო კვეთები და ეს არის ძალიან კარგი. აი თუ შენ გულით გინდა რომ გადააფიქრებინე, ხშირად მიმქონია ეგეთი შემთხვევა, რომ უჯდები, ხანდახან შეიძლება ზოგადად გჭირდება 15 წუთთან, 2 საათი, ზოგადად 3. აი თუ შენ ნებისყოფა გაქრო ის პერიოდი, როცა ის მშობიარობაში ჯდები და ესაუბრები და თან რა მგონია ცოტა შენ გირჩევს პაციენტი და განდობს თავისი და თავისი შვილის სიცოცხლეს, არ მგონია რომ არ გამოყოს ამ გზაზე. უბრალოდ მადარი ორი ვარი, მაგრამ თუმცა შენ რაც მეტად უმტკიცებ რომ საკეისრო კვეთა არა ფიქრობ რომ მეტ პასუხისგებლობას იღებ, ვაი და გართულდეს ხო? მე საერთოდ პასუხისგებლობას და თუ შენ ისეთი კვალიფიკაციის ექიმი ხარ, რომ მზად ხარ გაუმკლავდე მოსალოდნელ გართულებებს, შეგიძლია თვალყური მიადევნა, სწორად არ მიატოვა თქვა ეს ადამიანი ცალკე, ამ შემთხვევაში რასაკვირველია თავისუფლად მიდიხარ. მოდი ახლა გავყვეთ დღეს მინდა თქვენთან ერთად გავარჩიო, პირველ რიგში მე ველოდები ისე თქვენგან ორივესგან ამ შეკითხვაზე, ორივეს თანამედროვე გისვათ ამ შეკითხვას, რა შედეგი მიიღეთ და ექნებოდა თუ არა შედეგი, აუდიტორია რამდენი იყო, ესწრებოდა თუ არა, გამოკვლენ თუ არა ეს ჩვენი კოლეგები, როგორ იყო წარმოდგენილი, ბევრი იყო თუ არა თქვა მსმენელი. მეორე მაინტერესებს დაგჭირთ თუ არა შთაბეჭდილება, რომ გაიზიარეს თქვენი ეს მოსაზრებები, თუ რადგან ახალგაზრდები ხარ ცოტა სკეპტიკურად ვიყურებდნენ და მიმღეობა უფრო ნაკლები იყო, თუ პირიქით, რადგან ახალგაზრდები ხართ უფრო მეტად მიიღეს თქვენგან თქვა რჩევები. დიახ, მადლობა, საინტერესო შეკითხვა. ნუ ზოგადად ასოციაციის უკვე მე-10 ტრენინგი იყო და მეორე დიდი კონფერენცია, რომელიც უკვე შეეხებოდა საკეისრო კვეთის შემცირების სტრატეგიებს. ეს იანვრიდან. იანვრიდან მოყოლებული. მარტო ერთი განმავლობაში ამდენი ამ ხელას ამუშავა შეასრულა ამ ასოციაციამ. ძალიან, ხო, მე მგონს რომ ჩემთან მართლა კონტაქტში ვარ, ხო, ძალიან გაგობებული ვარ, იმიტომ რომ რეალურად ასოციაციამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გჭირდებათ ჩემგან ხარდა, ჩემ კი არა და ჩემი ინსტიტუციიდან ხარდაჭერა, იმიტომ რომ თქვენ აი ამ კონგრესების და ანალიტიკის თუ ჯერგეთი ანალიზისთვის გჭირდებათ, ელემენტარულ მასალად ჩემგან მეორე გჭირდებათ აუცილებლად ხარდაჭერა, იმიტომ რომ რასაც იჭერთ ნიუანსებს, ვთქვათ, რაღაცა გასასწორებელია, უნდა გამოვყოთ მარეგულირებელი ბაზის ხონად ვერ გააკეთებთ. აუცილებლად. დიახ, 200 მსმენელი იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტებიდან დაწყებული, პრაქტიკოსი ექიმებით დამთავრებული. ასევე იყვნენ ონლაინ მსმენელებიც, ჩართული ლაივში გადიოდა ჩვენი კონფერენცია. საინტერესო იყო ის, რომ მეანების გარდა იყვნენ სხვა დარგის წარმომადგენლებიც, რომლებმაც თავისი მხრიდან ისაუბრეს ჩვენებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბევრი საკეისრო კვეთა კეთდება ექსტრაგენიტალური პათოლოგიების გამო, ხშირად არ წარმოადგენს ხოლმე ჩვენებას. ამიტომ კონკრეტულ ჩვენებებზე იყო ოფთალმოლოგის მხრიდან, ასევე ორთოპედის მხრიდან, ზოგადი ქირურგის მხრიდან, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ესა თუ ის პათოლოგია საკეისრო კვეთის ჩვენება. კი ბატონო. მხრივ სიახლოვე ბევრი იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შეიცვლიდა მიდგომას და ფიქს მაინც დაიწყებ და ესე მიდგომა რომ შეიცვალოს კვალიფიკაცია უნდა ამალდეს მეთახვები თუ არა ამ მართულებაში შე როგორ შეტანხმება დაგჭა როგორც ძალიან საჭირო ჩართულობა იყო თუნდაც მე ექსპერტი მე არის ვქრივ რომელიც ამ კონგრესის სტუმრები გახლდათ და მათი მხრივ ხარდაჭერილი უფრო შეგულიანებული და მოტივირებული ახალგაზრდები უფრო ბევრს გააკეთებენ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათია მომავალი, მათ უნდა გადავაბაროთ ალბათ სადავეები მეანობის და ის თუ რასაც ისწავლიან, რასაც ნახავენ ჩვენთან, რასაც პრაქტიკულად ერთია, რასაც კითხულობ წიგნში, მაგრამ ყოველთვის მეც მიჩნდებოდა ასეთი შეგრძნება, რომ აი აქ წერია, მაგრამ რეალურად ამას აკეთებენ. დროთა განმავლობაში, როდესაც შენ ხვდები ექსპერტებს, მუშაობ მათთან ერთად, იზიარებ მათ გამოცდილებას, ეს შენი რწმენა, რომ ეს ასე უნდა გავაკეთო, გიმყარდება და თვითონ ხდები ექსპერტი, თვითონ ხდები ამ ძირითადი ჩარევების, ძირითადი რეკომენდაციების ავტორი თვითონ საკუთარ მაგალითზე თუნდაც ახდენ ამ ახალი ტექნოლოგიების და სწორი ჩარევების ინიციირებას. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჯანმოს მიერ 2020 წელს საკეისრო კვეთის შემცირების თვალსაზრისით გამოაქვეყნეს, მიმართულება იყო 3, ერთი მიმართულება იყო მიმართული
ქალის განათლებისკენ, მეორე ექიმის სპეციალისტებისკენ, მესამე იყო ჯანდაცვის სფეროს ორგანიზატორებისკენ. სწორედ აქ ითვალისწინებდა ექიმების ლიდერი ექიმების როლს, რომელთაც უნდა საკუთარი მაგალითის საფუძველზე ეჩვენებინათ თუ როგორ ასრულებენ იმ რეკომენდაციებს, რაც დაწერილია და პროტოკოლის დაწერა ერთია, მაგრამ შესრულება, მისი იმპლემენტაცია და მისი ზედმიწევნით იმ პუნქტების, იმ რეკომენდაციების შესრულება ეს გასწრებით რთული აღმოჩნდა. ჩვენ როდესაც შეება სამედიცინო ცენტრის ექსპერტებთან ერთად ვიღებთ მონაწილეობას ეროვნული გაიდლაინების შექმნაში, ექსპერტებმა გვითხრეს ისრაელიდან რომ კი ამას წერთ, მაგრამ აი შემდეგ გასწრებით დიდი სამუშაო უნდა შესრულდეს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ გვეუბნება დღეს, რომ საჭიროა პიროვნებები, ლიდერები, რომლებიც ამ რეკომენდაციის შესრულებას ხარს დაუჭერებენ. ჩვენ ქვეყანას კიდევ იმჩნევ, რომ გუშინ ძალიან კარგად იცი, რომ ადამიანები, რომლებიც უნდა ზუსტად ლიდერი ექიმები იყვნენ, მაგალითები ახალგაზრდა მიან გინეკოლოგებისთვის, ჩვენ მე მიყვარს ყოველთვის როცა ვლაპარაკობ სიმართლეს და თუ მისმენენ ჩემი კოლეგები ძალიან კარგია რომ მისმენენ და ამიტომ ვლაპარაკობ აქედან. როდესაც წამყვანი მიან გინეკოლოგები გეუბნებიან, რომ ჯანმოს 15%-იანი ბარიერი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ შეცვლილა, გეუბნება რომ პერინატალური გამოსავალი არ უმჯობესდება და შესაძლებელია გაუარესდეს თუ 15%-ზე მეტია საკაისრო კვეთების რიცხვი. თქვენ ამ ქვეყანაში ლიდერი ექიმების წარმომადგენლები, რომლებიც მაგალითები უნდა გახდნენ ახალგაზრდებისთვის, მეუბნებიან, რომ იყოს 30%, რატომაც არა, არაფერი არ დაშავდება. აღუცრად მშობიარობა 38 კვირაზე, როდესაც ორი ასეთი მძიმე და ყოვლად, ასე ვთქვათ, გონიერებასთან ახლოს მოსული ესე რა ქვია, ფრაზა მოისმინება ექსპერტ მიან გინეკოლოგისგან იმ ქვეყანაში, ის მონაცემები რაც გვაქვს, მე ვფიქრობ, არის ძალიან ცოტა. აი რატომ გაწამოვეგე ახლა ვთქვათ, მე პირველივე წინადადებას მომიყევი აი ამ კონგრესის შესახებ, რომ ერთადერთი ჩემთვის მინდა გითხრათ, მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში ასოციაცია ახალგაზრდების და კვალიფიციური ადამიანების, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვერც ერთი ჯანდაცვის სამინისტრო და ვერც ერთი მარეგულირებელი, იმიტომ რომ ეს არ არის ორგანო, რომელიც კეპლა უნდა აიყოს და ვინმეს თავში უთხრას. ეს არის თქვენზე დაყრდნობილი, პროფესიონალებზე დაყრდნობილი ორგანიზაცია, რომელსაც გზამკვლევად ჭირდება პრაქტიკოსი ექიმი. თუ ჩვენ გავბედავთ, რასაც ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ, რომ პრაქტიკოსი ექიმების გარეშე, ჩვენ ძალიან კარგად იცი მამუკა, რომ თუ კი რამ კრიტერიუმი დადებულა აი ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ყოველთვის გამოყენებულია საერთაშორისო პრაქტიკა, ადაპტირებული ჯანდაცვის სამინისტროს დარგის ექსპერტებთან და ასოციაციებთან ერთად. და თუ ის არ გადადის ქმედებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ასოციაცია გაწერინებს რეგულაციას, გადებინებს თემას, რომელსაც რომ არ ამუშავებს და არ მიაქვს თავისი ასოციაციის წევრებთან. აი ეს არის მთელი ტრაგედია, როცა შენ ადამიანი კონკრეტული პირადი თუნდაც იქიდან რომ გეზარება უკვე დიდი ხანი 18 საათი უყურო ქალის მშობიარობას და ქირჩევნის სახში გაიქცე, აი ამ შენი პირადი ინტერესები და რომ შეგიძლია წამოუშვა თუნდაც ერთ შეხვედრაზე რომ იყოს 30%, მერე რა? მერე ის რომ აი მოცემულობა გაქვს ყოველი მეორე ქალი და ამავდროულად ამას წინათ ჩვენი ყოველს მასწავლებელი ჩემს საბატონო ადამიანი რამაზ ხეცვარენმა გამოუშვა ძალიან კარგი სახელმძღვანელო მინდა გითხრა მიანობა გინეკოლოგიაში განსაკუთრებით ემბრიონიდან მშობიარობამდე საოცარი აღწერილია ყველა ეტაპი დეტალურად ვიცი რომ მისი ქალიშვილი საფრანგეთში მუშაობს პროფესორი გახლავთ და ძალიან საუკეთესო სპეციალისტი ჩვენი დარგის და ამ ადამიანმა ეს ახალი წიგნი სწორედ სტუდენტებისთვის მოამზადა და უკვე გაყიდვაშიცაა და რამდენად ვიცი სამედიცინო უნივერსიტეტს ბევრი აჩუქა ბიბლიოთეკაში და აი ჩვენ ერთად გავიარეთ და ვისაუბრეთ რაზე იცით აი ელემენტარულად თუ შენთან არ ზის სტერილური ადამიანი და არ ამშეუროწყობას არ ვაყენებ აბსოლუტურად შორს ანატომიისგან ხო ის რომ მოუყვე ადამიანს რომ სამშრიანი უნიკალური ჩვენ ვლაპარაკეთ რას რომ განივზოლიანი კუნთი გარე გაღიზიანებაზე არ მოქმედებს რომელიც აქვს საშუალოსნოს ხო აი თუ გარე გაღიზიანებაზე არ მოქმედებს და უნდა დაელოდო შიდა გამაღიზიანებას წარმოიდგინე მამუკა ურთულესი და სხვანაირი მოწყობილობის აბსოლუტურად მსხვისებული ორგანო რომელიც ხდება ბოლოს იმხელა რომ 3 კილოგრამ ნახევარ ბავშვი იტევს ეს არ არის ჩვეულებრივი ორგანო, ხო? მას ისე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც არაფერს, როგორ შეგვიძლია 20 წლის გოგონას არანაჭირო შემთხვევაში რობსონ პირველით გაუკეთოს საკეისრო კვეთა და მას არ უთხრა, რომ ის ინვალიდებს არ მეთანხმები ამ ნაწილში, რომ სამი შრე დარღვეული საშუალოსნოსი ყოველი მომდევნო ორსულობის დროს, ყოველი მომდევნო, თქვათ, საშუალოსნოს ღრუს რევიზიოს დროს არის სახიფათო, ბევრი მიმართულებით.
ადამიანი არ ეუბნები ამას ახლა ადამიანს და მას გონია რომ ჩაიტარა იმ შობიერო თქვა პრობლემოთ ნუ აღარებს ლაპარაკობ ახლა ბავშვის ხო და რამდენი პრობლემა დგება როცა საკაისროთია და აი რა მეინტერესებს მე მამუკასგან მოვისმინე რომ მან წარმოადგინა მოხსენება და ისაუბრა რა პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში როგორი რა რეგულაციებს ატარებენ და რა იყო გამართლებული რა არ გამოიყო შედეგი და შემდეგ აი თქვენ შემთხვევაში ისიც არაჩვეულებრივი მიგნება და გითხრათო ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ მაგალითად ოფთალმოლოგები რომლებიც იზრდება ხშირად დასვანს რომ გააკეთეს საკაისრო და შენი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიან გინეკოლოგის ისევე როგორც რადიოლოგთან ჩვენ შეიძლება ვაპარაკოთ რომ რადიოლოგი აღწერს სიტუაციას გადაწყვეტილებას იღებს მიან გინეკოლოგი ის კი არა რადიოლოგს უყურო თვალებში რომ რაც დამიწერ როგორ მოვიქცეო არა ეს ნიშნავს რომ შენ დაბალი კვალიფიკაციის ექიმი ხარ ოფთალმოლოგი ვალდებული აღწეროს სიტუაცია და არა მოგწეროს რომ გააკეთე საკაისრო კვეთა ამას ვერ უნდა გიბედავდეს შენ უნდა იცოდე გაუკლავდები ჭინთების გარეშე შეგიძლია მართლა სიტუაცია და თქვა ჩაატარო ისე როგორც საჭიროა ან ტრავმატოლოგი რაღაცას გიწერს ცნობას ეს არასოდეს არ უნდა გახდეს თავის პატივის მცემელი და პროფესიონალი მიანისთვის მრჩეველი. კარგია რომ ეს დარგის სპეციალისტები საკუთარ ჩააყენეთ საქმის სკოლაში მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს პირდაპირ კორელაცია იმ დარგის ასოციაციებთან და გააფრთხილოთ რომ ნუერევით იმ საქმეში რა თქვენ არ გეხებათ. ან აღწერეთ სიტუაცია ისე როგორც უნდა აღწერო და ნუ ბიზაშვილი და იდაშვილი მამიდაშვილების ხათრით და თუ დაუწერეთ მაინც თქვენ უნდა მიიღოთ სავალო გადაწყვეტილება. აი თქვენ რა მესიჯი დაუტოვეთ, აი თქვენ რას რა გინდათ მიგეტანათ პროფესიონალებთან და რა გინდათ მიიტანოთ ქალებთან, რას მიიტანთ. აი რა არის შენთვის ამოსავალი წერტილი, რას ეტყოდი, აი ხა ჩვენ დიდი აუდიტორიების მეს. ექიმებიც გვისმენენ, ქალებიც გვისმენენ, ოჯახის წევრები და ასე ვთქვათ, ქალებისა და ექიმებისაც შეიძლება ვთქვათ, აი სტუდენტებიც, შენი კოლეგებიც და ასე შემდეგ. აი რა გინდა, რა მესიჯს მიიტადი ამის ასე რომ შენ შენი წვლილი შეკეტანა საკაისროს შემცირებაში. პირველ რიგში ხო, ნუ ასოციაციის ფუნქციაც ეგ არის და მომავალშიც ჩატარდება ბევრი ტრენინგი, ბევრი კონფერენცია და ასევე ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით სამუშაოები თქვენი ეთერიც ძალიან კარგია ამისთვის, კარგი საშუალებაა რომ მივაწოდოთ ხმა ექიმებმა, მიან გინეკოლოგებმა პაციენტებს თუ რა გართულებების შესაძლებელია მოყვეს მშობი საკაისრო კვეთის გზით მშობიარობას, არასაჭირო საკაისრო კვეთებს გუნდეს ხო რა თქმა უნდა. პაციენტებთან ამ გვარი სამუშაო არის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია და ერთმანეთს ურჩევენ რომ საკაისრო კვეთა ჩაიტარონ, ეუბნებიან ხშირად ხდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები, მიმოწერა თუ როგორ უწყვეტენ ერთმანეთს რომ საკაისრო კვეთა ჭირდება. თავარია რომ ენდონ თავის მიან გინეკოლოგს კვალიფიციურს, რომელმაც იცის რა შემთხვევაში არის ნამდვილად საკაისრო კვეთა ჩასატარებელი და მან მიიღოს გადაწყვეტილება. ბოლომდე მიენდონ ხო, ნუ მიან გინეკოლოგმა უნდა გადაწყვეტოს რა შემთხვევაში არის ჩასატარებელი საკაისრო კვეთა. ამიტომ ჩვენი მიზანი არის რომ ცნობადობა ავამაღლოთ ამასთან დაკავშირებით თვითონ ექიმებთან, ახალგაზრდებთან, ჩემ კოლეგებთან სამუშაოა რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რა წარმოადგენს საკაისრო კვეთის ჩვენებას. სხვა დარგის სპეციალისტებთანაც ეს კარგად გავიაროთ, ნახოთ ახალი კვლევები თუ რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს საკაისრო კვეთის ჩვენება, ესა თუ ის პათოლოგია და ასევე არსებობს ოპერაციული მშობიარობა, ჭინთების გამოთიშვა, რა შემთხვევაშიც შეგვიძლია რომ ის დატვირთვა, რის გამოც ხანდახან ურჩევენ ხოლმე საკაისრო კვეთის ჩატარებას, მაგალითად ოფთალმოლოგიური ჩვენებებით ეს ავირიდოთ თავიდან, გამოთიშოთ ჭინთვები და ვამშობიაროთ ვაგინალურად პაციენტები. ასევე ბატონმა მამუკამ ახსენა მენჯიწინდებარეობის დროს, არასწორი მდებარეობის დროს მაღალი იყო საკაისრო კვეთის პროცენტი. მაგრამ არ გააუმჯობესა? არ გააუმჯობესა გამოსავალი და ის კვლევა სხვათა შორის სადაც იყო ტრავმატიზმი დედისა თუ ნაყოფის, ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა, მიზეზი გახდათ გამოუცდელი მეანების მიერ მიღებული მშობიარობები და ეს იყო მიზეზი, რის გამოც მენჯით წინდებარეობის დროს შემდგომ გადავიდნენ უკვე საკაისრო კვეთის ჩატარებაზე კვლევის დასკვნის გამო. ამიტომ გამოცდილმა მეანმა უნდა მიიღოს თუ არის რამე გართულებული მშობიარობა, ასევე მენჯით წინდებარეობის დროს შესაძლებელია გარეგანი თავზე მოbrunების მცდელობა, ან დალოდება მაქსიმალურად ბოლომდე 51 კვირამდე, როდესაც უკვე 3% არის მენჯით წინდებარეობის წილი, მით უმეტეს გარემოებრივი მშობიარობებში, როდესაც ერთხელ უკვე
თავით დამშობიერებია, გატესტილი მენჯი არის და შესაძლებელია თუ მენჯით დარჩა ნაყოფი ამ შემთხვევაში მშობიერობაც, მაგრამ ძალიან დიდი შანსია წოდასთან დაკავშირებით 3 და 7-ზე ნაკლები თუ პრინციპში მშობიერობა შეიძლება მენჯითაც ხო არ არის ჩვენი მომენტ პირდაპირ ახლა. მაგას ვაკეთებდი ჩვენ 2013 და მე იმ კვლევის შედეგად, რომელიც მე აღმოჩნდა რომ არასწორი იყო, შეიცვალა. ხალხის ატარებს მოგხსენება. ბოლო ფიგოს კონგრესზე 2023-ში პარიზში წარმოდგენილი იქნა გერმანიის მეეგენელგოთა ასოციაციის მიერ, ფრენკ ლოუენის მიერ, საკმაოდ საინტერესო მოხსენება და მათ თავიანთი კლინიკის მაგალითზე აჩვენეს, რომ მშობიერობა მენჯის წინდებარების შემთხვევაში სრულიად უსაფრთხოა. წარმოადგინეს სტატისტიკა 2000 მშობიერების, რომელთაც ყველა დასრულდა ბუნებრივი გზებით მშობიერებით. მენჯის წინდებარებს, რა თქმა უნდა, სათანადო პოზიციებში შეშევიდა 3-7-ზე მეტი ხო? შეგვიდა რომ ეს, რა თქმა უნდა, თავისი კრიტერიუმები აქვს, არ შეიძლება ყველაფრის გადადება და შეფასება თითოეულ შემთხვევაში რატომ გავაკეთოთ. საკესოკვეთა არის აუცილებელი და საჭირო ჩარევა, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ნამდვილად ქალის და ბავშვის ჯანმრთელობის გადარჩენას გულისხმობს, მაგრამ თუ შეიძლება რომ ეს მშობიერობა დასრულდეს ბუნებრივი გზებით, აჩვენებს ის ექსპერტი და ის ლიდერი, რომ შეიძლება ამის გაკეთება და გვაჩვენებს მაგალითს, რომ არა მარტო დაწესებულების დონეზე, ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურ დონეზე ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის თუ გიჩვენებს გერმანია, რომ ჩვენთან მშობიერობენ ასე ბუნებრივად და ჩვენი ქვეყანა რითი განსხვავდება იმ ქვეყნისგან? განსხვავ ტიპის მოწყობილია მექანიზმი მენჯის ან მშობიერობის. იგივეა და რატომაც არ შეიძლება თუ ის აკეთებს, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია? შეგვიძლია ჩვენი ფიგოს ადმინისტრაცია რომ საქართველოში ჩაატარებდა ანალოგიურ ტრენინგებს ამ გამოცდილების გასაზიარებლად და ჩვენ ველოდებით ალბათ მომავალ წელს რომ ეს ტრენინგი ჩატარდეს და გვესტუმროს ბატონო მე ვიტყოდ რომ მაგის ორგანიზაციას მაინც გააკეთებს ჩვენი ასოციაცია რომელიც ფიგოს წევრია ნამდვილად. აგებული და ეს აქტივობა ნამდვილად იქნება მეეგენელგოთა ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. იმედს ვიტოვებ, რომ მაგას მაინც დაადგება ესე იგი. თუ არა და აგერ ახალგაზრდები არიან მომზადებულები და ისინი დაუკავშირდებიან. თქვენც დიახ ახსენეთ მეანზე ზეწოლაც არის ხო, როდესაც პაციენტი ითხოვს შემდგომ მეანებს ეშინიათ რომ რამე მშობიერობაში გართუნება რომ იყოს პასუხისმგებლობის რა თქმა უნდა და მშობიარის ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან არის ხოლმე ზეწოლა, რომ ჩავატაროთ საკეისრო კვეთა. თუ ჩვენ ვიქნებით ინფორმირებული, გვეცოდინებათ და კარგად გავითავისებთ რა გართულებები მოყვება საკეისრო კვეთის გზით მშობიარობას და შევაფასებთ რისკებს ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში კონკრეტულ პაციენტზე და მთავარი არის რომ დეტალურად აუხსნათ თუ რა გართულებები შეიძლება მოყვეს მშობიარობაზეც ასევე რა თქმა უნდა ისიც უნდა აუხსნათ რომ მშობიარობაში შესაძლებელია გახდეს საკეისრო კვეთა საჭირო ან ესა და ეს სხვადასხვა გართულება შეიძლება ვაგინალური მშობიარობის დროს იყოს ამ შემთხვევაში ჩვენს დაცუნები ვიქნებით გვექნება ინფორმაცია მიცემული ინფორმირებული თანხმობა იქნება თუ ამ შემთხვევაში მაინც მოითხოვს საკეისრო კვეთას და ეს თავიდანვე გააზრებული ასე უნდა მშობიერობა მე რა თქმა უნდა, შესახდება ტარდება მოთხოვნის საკეისრო კვეთას. აქ გვექნება ირიბი რეგულაცია, ჩვენ არ ვაფინანსებთ მოთხოვნის საკეისრო კვეთას და ერთგვარი ხელშეწყობა ამ გზაზე და ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, აი გამოცდილება ქვეყნების თუ რა სახით ამცირებენ საკეისრო კვეთის პროცენტს. ერთ-ერთი ის არის, საკეისრო მკაცრი რეგულაციები, რომ მოთხოვნის საკეისრო კვეთა არ დაფინანსეს. ან ყველა კლინიკამ გამოაქვეყნოს თავისი წლიური სტატისტიკა, თუ რა მაჩვენებაზე აქვს საკეისრო კვეთის ციფრები. კორეაში იყო ძალიან საინტერესო ინიციატივა 2011 წელს, რომ კლინიკებში სადაც მიღებულზე ნაკლები იყო საკეისრო კვეთა, იქ დაფინანსების პროცენტი გრადაციული სისტემით 1.5%-მდე იმატებდა და სადაც მაღალი იყო საკეისრო კვეთა, იქ შემცირდა ფინანსები. დიახ, ასე მუშაობდნენ, მაგრამ ამოსთან როგორც კი ეს პროგრამა დასრულდა, ისევ გაიქცა საკეისრო კვეთის პროცენტი. ანუ ვის თქმა უნდა ეს პროგრამა კი არ უნდა იყოს, ეს რეგულაცია უნდა იყოს ჩვევაში უნდა გადავიდეს. ეს უნდა იყოს ქვეყანაზე მორგებული. ვერავინ ვერ დაგვიწერს ვერანაირ რეკომენდაციებს და ჩვენ ეროვნულ კულტურაზე, მისწრაფებებზე, ფსიქოლოგიაზე, ოჯახის მოთხოვნაზე, ჩვენ ქვეყნის რეალობაზე მორგებულ რეცეპტს ეს ჩვენი დასაწერია და ჩვენ უნდა ჩვენ რასაც ვწერთ ის უნდა იყოს განხორციელებადი და განმახორციელებელი და რეგულაცია იმისთვის არსებობს რომ დაწერის უნდა შეასრულო.
რამდენადაც ტკივნეული არ უნდა იყოს. პირველი პერიოდი რეგულაცია არის ყოველთვის ტკივნეული, სერიოზული რეფორმები, აბერაციები არის ტკივნეულია, ეს აბერაციას, ყველანი არ გამოვიდეს სერიოზული რეფორმა მოითხოვს ტკივილს ახლა. ასე არის ხო? ასია მშობიარობაც იბადება ბავშვი ტკივილით, მაგრამ მე განიჭებს ბედნიერებას და ესე ნებისმიერი, ვთქვათ, სწორი რეფორმა ასე ხორციელდება ხოლმე. ვიცი, მე მაინც ძალიან სიმართლე გითხრათ, ეხლა აი ამ მონაცემებს რასაც ვუყურებ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო. ერთ მიმართულებას სიმართლე გითხრა, ეს იაპონიის პროექტი მიჩენს ხოლმე, იმიტომ რომ მე მაინც ფიქრობ ხოლმე, რომ როდესაც შენ ყავს მიან გინეკოლოგთა არმია, არსენალი, ვიზეც დგას და გამოცდილებელია და ისინი უყოლა რეგიონებში თუ ქალაქში გელაპარაკებია, რომ მე რა გაჭყლეტილ თავს გაუჭყლ თავი ჯობია, ერთმა გამოცდილება მიანმა მითხრა და ვერ ვიწყებ ამას რაო, ეხლა თქვენ მინდა დაამტკიცოთ, რომ თელი ამერიკა მე თელი ამერიკა და ევროპა წერს, რომ გაჭყლეტილ თავს გაუჭყლეთ თავი ჯობიაო. მოვისმინე ძალიან გამოცდილი მიანისგან. მე პალიკოს აფლავში გადაბუდება თქო ვიფიქრე, კიდრა ემდო რომ მისი აღზრდილია ეს ადამიანი და ზუსტად მე მყავს, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე რომ აი ეს რადგან იქ არის, ყველა გართულებას მოვლის. ეს რადგან იქ არის, გართულებას აი რეგიონებში არიან ადამიანები, ვიზეც ვფიქრობ რომ ეს საყრდენია და ერთ-ერთი საყრდენმა ეს გამომიცხადა, რასაც აი კატეგორიულად ვერ ვეჩვევი და მე მესამე გადაცემაში ვახსენებ ახლა და ამას დაემატა, სულ ახლა ხას კიდე ახალი რომ 38 კვირაზე რომ აუძრად ყოლა მშობიარობა, ამით არაფერი არ ფუჭდებაო, მაშინ როდესაც გეუბნება საერთაშორისო მაღალი ხარისხის, მაღალი სანდოობის კვლევები, რომ 39 კვირამდე აღზრული ნებისმიერი მშობიარობის შემდეგ 33.3% ბავშვები კრიტიკულ გაყოფილებაში გადადის. ეხლა თუ შენ ხელშეკრულებაგან გადებული ნეონატალურ კრიტიკულ გაყოფილებასთან და ბონუსი მოგდეს იქედან რომ აიღო თანხა, რასაც ის მოიგებს, ეხლა ბოდიში ბავშვი. ამ შემთხვევაში ეს რეკომენდაცია გასაგებია. შენ დაუბრუნდეთ უნდა მეანობას და პირველ რიგში დაუბრუნოთ სამშობლო ბლოკი მიან ექთნებს. საუბარი არის იმაზე, რომ ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც შემოგთავაზა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჯანმომ, ეს არის ბებიაქარით, ანუ მიან ექთნით ლიდერობით მომუშავე დაწესებულებების პრომოცია, მათი პოპულარიზაცია. იმიტომ რომ ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაცია 2018 წელს დეფიციტი რამდენი მოგვიბია? რა თქმა უნდა, დეფიციტი, იმიტომ რომ მუდმივად ერთი ბებიაქალები ხდება, სხვადასხვა კლინიკაში მომუშავე, ერთი მორიგება და მეორე მორიგებაზე მიდიან, ეს მართლა დეფიციტია და ძალიან კარგია, რომ დღეს ინიციატივა ბებიაქალების ანუ ბიანექნის. მესამედია ბებიაქალების რაოდენობა. ეს კატასტროფაა ფაქტობრივად. დიახ და საქმე იმაში, რომ სწორედ ისინი ატარებენ მშობიარესთან ძირითად დროს. ისინი მარტო ახალშობილის მიღების კვალიფიკაციით და კარგი ხელებით კი არ უნდა იყვნენ. მათ ავალიათ ძალიან ბევრი სხვადასხვა დღეს უკვე საკმაოდ საჭირო პოპულარული და ახალი ტექნოლოგიების მართვა. ეს არის ნაყოფის გარიგანი ელექტრონული მონიტორინგი, ეს არის ინფუზიის წარმოება სათანადო ტექნიკით, პამპებითა და ინფუზომატებით. ეს არის ოქსიტოცინის დროულად ინექცია, ეს არის მასაჟი, რელაქსაციური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური ბევრი რაღაც, რომელსაც ბებიაქალს, მიან ექთანს დღეს უკვე დღევანდელი ტერმინოლოგიით აღარ ვსლაპარაკობ ბოლოს უკვე მშობიარობაში მისვლა. რა თქმა უნდა, და ის სწორი ქმედება და იმ გუნდური მუშაობის თვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება, რომელშიც ბებიაქალი ნამდვილად ერთ-ერთი წამყვანია. სწორედ ასეთი იყო ბოლო მესიჯი ფიგოსი 2018 წლის კონგრესის შემდეგ დავუბრუნეთ ბლოკი ბებიაქალებს, რომ რაც უფრო მეტად ვერევით ჩვენ ექიმები ამ მშობიარობის პროცესში, მით უფრო მეტად ვაშავებთ. იმ ქვეყნებში, ჩრდილოეთ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ბებიაქალი წამყვანი ფიგურაა სამშობლო ბლოკში, იქ გაცილებით ნაკლებია დედთა სიკვდილობაც, ახალშობილთა პრობლემებიც და რა თქმა უნდა საგესუყვეთის ჩარეებიც. წარმოვიდგინეთ გადატვირთული ქალაქი, როდესაც ექიმი მეანი ამთავრებს მორიგეობას და ქალი ჯეჯურებით დამშობიარები არ არის. და მეორე სამსახურში ეჩქარება, რომელსაც უნდა მივიდეს და იქ დაგიმილი ოპერაცია აქვს. ასაკეთებს ამ დროს. წარმოუდგენელია. აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის რეალობა. წარმოუდგენელი არის, მაგრამ რეალობაა და მესამე სერია კიდე მოსალოდნელი სადღაც კიდე მორიგ ანტენატალურ კლინიკაში პაციენტები რომ მიიღოს. ეს არის ერთ-ერთი ეს არ არის მარტო ჩვენი საქართველოს, ეს არის სტამბოლის. რეგულაციები არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არ უნდა ახლა მე ხშირად სხვა ამ გადაცემებში ხშირად მithქვავს და ამისინათ ეხლთან ველაპარაკი ამ თემაზე, სწორედ რომ
არ შეიძლება შრომის კოდექსის დარღვევა, რომ ერთი ღამე იმორიგეო შენთან, მეორე ღამე იმორიგეოს 24 საათის შემდეგ კიდე სხვაგან, რა გინდ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი იყოს, მისი ხარისხი და რისკი შემცველია მისი ნებისმიერი პრაქტიკა. დაუსვენებელი ვერაფერი მოჩვენებს გამორიცხული არსებობს რაღაცა და სხვა. ესე იგი ჩვენ ეს თემა არის ამოუწურავი. ეხლა მაინც ჩვენ თემა არის, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება ელაპარაკო. მე კიდევ მეორე ამ განაცემის მე არ დამეზარება, რომ ჩემი ყოველი მეორე განაცემა ამის მიუძღვრა, იმიტომ რომ უდიდესია პრობლემა დღეს საქართველოში, განსხვავებული ვთქვათ ასაკის და გამოცდილების ადამიანები მოვიწვევ, ვინც ერკვევა და ვისაც შეუძლია რომ ამაზე ელაპარაკოს კვალიფიციურად. ეხლა ყველათა გამოვიდეს და წავიდეს ესე ვერ გამოვა და 38 კვირაზე აღუძრათ ჩვენბიარობა, კარგი, ახლა მაგას ვერ ჩავწერ ამ განაცემაში რასაკურველია, მაგრამ ეს არ არის კარგი. ისაც არ არის კარგი, არ არის კარგი. იმიტომ არის შექმნილი და დაწერილი და ფიზიოლოგია ადამიანისაც ჩვენ ხო არა ვართ ესე განსხვავებული ჯიშის ადამიანები არის 40 კვირა და იშვიათ შემთხვევებში 37-დან თუ მოხდა იშვიათ შემთხვევები კი ბატონო მიიღე 27-28 კვირას მაგრამ მასიურად 39 ქვემოთ კატეგორიულად არა მე ბოლო ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბროთ ახლა ამ თემაზე ბოლო თხოვნა მექნება თქვენთან რომ იყოს ხალი რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია თქვა ფიზიოლოგიური მშობიარობის ან ყოყმანობს და ფიქრობს გაიგეთოს თუ არა რას ეთყოდით აი რა არის თქვენი ყველაზე უფრო ესეთ ახლა მოდაში key message-ები ასე ვთქვათ აი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯები რა არის რომელსაც რომელი ენო შემოგერება რა მნიშვნელობა ხო ამახინჯებთ ეს მაგრამ ფაქტია უფრო გასაგებად რომ ვთქვათ აი რა არის ის მესიჯები ვთქვათ აი როდესაც ეთყოდით ხალხს რომ აი ამის გამო შენ არ უნდა გაიგეთო საკეისრო კვეთა მამიკო შენგან დავიწყოთ რადგან ნიკას მიცეთ საშუალება მოიფიქროს ნიკამ ძალიან კარგად ის დაუთხას თითოეულ პაციენტს და ეს საუბრები უნდა დაწყებული იქნეს არა მშობიარობის დროს არა იმ კრიტიკულ პერიოდში ეს გაცილებით არა თქვენ შეხვდით აგერ აი მოვედი უკვე ბლოგში ვარ მე რა ბლოგში რა ეს უნდა იქნეს საუბრები დაწყებული პირველ ოსობის საწყის ეტაპზე მთელი ოსობის განმავლობაში ხალხმა რომ გაითავისოს იაროს მშობელთა სკოლაში მიიღოს განათლება მიიღოს ის განათლება ის ინფორმაცია რომელიც მას დაეხმარება სწორ გადაწყვეტილების მიღებაში როდესაც ბოლო დღეს ტკივილების ზემოქმედების ქვეშ როდესაც მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის თავისუფალი გარეზემოქმედებისგან ეს გარეზემოქმედება ეს შეიძლება იყოს ტკივილი ეს შეიძლება იყოს მეუღლის ან ოჯახის ზეწოლა ან ექიმის мотиваცია იცით რა ამდენი ხანი უნდა იყოს მშობიარობაში მოდი დროზე მოვჭეთ და მაინც ბოლოს საკეს უკეთა იქნება გასაკეთებელი აი ამ ზემოქმედებისგან თავისუფალი უნდა იყოს აი მაშინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დასაწყისში რომ მე ნამდვილად საკეს უკეთა ხო მაგრამ აი რას მეტყოდი მაინც კი ბატონო აუცილებლად მე ვთქვათ რას მეტყოდი რა იცხათ რა უნდა მიმეორო რომ გადაწყვეტილება რომელიც გავიგე რომ ვიღაც მეზობელმა ან სოციალურ ქსელში ეს კიდე ცალკე თემა რამხელა სამზულიანმან ესე იგი მე დავყოფდი ამგვარად რატომ არის ეს თქვენი ორგანიზმის კარგი და რატომ არის ეს ბავშვისთვის კარგი თითოეულ შემთხვევაში ვეტყოდი რომ თქვენ თუ ბევრი შვილი გინდა იყოდიოთ თქვენ თუ გინდათ რომ 2-3 შვილი გყავდეთ ეს საკეს უკეთა ნამდვილად არ არის კარგი არჩევანი საკეს უკეთა გაკვეთილი საშუალო იწევს მთელ რიგ გართულებებს ეს არის სამენო სისხლდენა ეს არის შემდგომ ორსულობაში პაციენტის არასწორი მიმაგრების პაციენტის ჩაზრდის ის რომ ოპერა მდგომარეობა როდესაც შემდგომში საშუალო ამოკვეთასაც კი საჭიროებს ეს არის სისხლის გადასხმის საჭიროება ზოგ შემთხვევებში როდესაც გადასხმული სისხლის გართულებები შეიძლება პაციენტს და იმუნოდეფიციტის ვირუსის ან ჰეპატიტის ინფექცია შევყაროთ. ეს არის მშობიარობის შემდგომი შეხორცები, რომელმაც შეიძლება მეორადად უშვილობა გამოიწვიოს. ეს არის დისკომფორტი, ეს არის საშვილოსო, რომელიც მუდმივად იწვევს შემდგომში. შეიძლება გამოიწვიოს სისხლძენები, შეიძლება გამოიწვიოს რიგი სამეურნეო პათოლოგიები. რაც შეეხება ახალშობილს, ამაზე ძალიან კარგად ბევრი დაწერილა პედიატრების მიერ და პირველ რიგში ეს არის საუბარი ასმაზე, ეს არის საუბარი ახალშობილის ახალშობილის და ბავშვობის ჭარბწონაზე, ეს არის იმუნიტეტის დაქვეითებაზე, ეს არის ართრიტებსა და ბევრ სხვა გართულებებზე ბავშვობის პერიოდში. ის რომ ამ რთულ გზას რომელსაც მშობიარობის დროს გადის ეს ახალშობილი იმ მექანიკურ ზეწოლის იმ სტრესის ჰორმონების გავლენით
იმ მშობიარობის პროცესში საკმაოდ კარგად იწრთობა ის ახალშობილი და მშვენივრად ახერხებს იმ 70,000 წლის განმავლობაში, როდესაც Homo sapiens-ი მოევლინა ქვეყანას, ამ გზით იბადებოდა და ამ გზით ბრალდებოდა ეს სახეობა დედამიწაზე და დღეს დომინირებადი სახეობა. მას რატო ვიგონებთ ჩვენ ახალ ველოსიპედს, ვცდილობთ რომ სხვა გზა შევთავაზოთ და რაისაც მისთვის ბუნებრივი იყო და მისთვის გასწრებთ უსაფრთხო იყო, რა თქმა უნდა, დავიტოვოთ ის 15%, რომელსაც ეს ჩარება აუცილებელია, მაგრამ კაფეოდ გავუმარტოთ. რატომ არის ცუდი დედისთვის, რატომ არის ცუდი ახალშობილისთვის. ძალიან დიდი მადლობა მამუკა. უღრმესი მადლობა ამდენი ხნის განმავლობაში არ მომისმენია ამდენი ესეთი ძალიან პოზიტიური და გარკვეული მესიჯი და მეგონი გასაგები იქნება ჩვენი მაყურებლისათვის. ნიკა, შენ რა ზეთყოთი? დიახ, ბატონო მამუკამ აუნწურავად ისაუბრა, უბრალოდ ხო, მეც მშობიარობაზე ვახსენებ, მშობიარობაში მოთხოვნილი საკეისრო კვეთა უშუალოდ, როდესაც აქტიური ფაზა არის დაწყებული. დამეთანხმებით ალბათ თითქმის რა ვიცი 100% ახსენებს ხოლმე საკეისრო კვეთას შიშის გამო. უკვე პროცესი რო დაიწყება, ან ტკივილი დაიწყება, საკეისრო ხო არ გავიკეთო. ამ შემთხვევაში იმ დიდი კვნევის დასკვნა რაც ყველა ქვეყნიდან ამოღებული ლიტერატურის საფუძველზე იყო, რომ მშობიარობაში მიიღებული გადაწყვეტილება საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით, მოთხოვნასთან დაკავშირებით, ძირითადად უგუნებელყოფილი არის ხოლმე მეანების მხრიდან, იმიტომ რომ უსაფუძვლო არის. დიახ. და მხოლოდ გაუაზრებელ შიშს ეფუძნება და არ არსებობს ესეთი გააზრებული ინფორმირებული მოთხოვნა საკეისრო კვეთის. ამიტომ ამის უგუნებელყოფა შესაძლებელია და გადარწმუნება პაციენტის ისევ და ისევ ანალგეზია უნდა იქნას შეთავაზებული და გაუტკივარებით მშობიარობა. რაც შეეხება როდესაც ორსულობაში თავიდანვე ითხოვს პაციენტი საკეისრო კვეთას, შორეული გართულობებიდან დავამატებდი კიდევ ახალი ნოზოლოგია, რაც ადრე საერთოდ არ არსებობდა, ნაწიბულის ორსულობა, რომელიც დღეს საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე. მისი პროცენტიც მზარდი არის, ამდენჯერ მრავალჯერ გადატანის საკეისროების შემთხვევაში იზრდება მისი რისკიც, რაც დედის ავადობას და სიკვდილიანობას საკმაოდ ზრდის საშუალო მესიჯი ბატონო გეთახმებით. რაც ასევე გასათვალისწინებელია და უშუალოდ ასევე როდესაც პაციენტები მოითხოვენ ხოლმე საკეისრო კვეთას, ვესაუბრებით რეაბილიტაციაზე, ამდენი შრის გაკვეთა, მერე მისი აღდგენა და მისი რეაბილიტაცია იმ მშობიარებს ვაგინალურად შეიძლება საერთოდ ნაკერიც არ დაჭირდეს, უკვე რეაბილიტაციის პროცესი ფაქტიურად ბევრად მარტივია. საკეისრო კვეთის შემდგომ იმობილიზაცია არის, ადგომაც რამდენიმე საათში ხდება, გააქტიურება ბევრად რთულია, ტკივილი შემდგომ მოდის, თუ მშობიარობის ეშინიათ იმას ვერ იაზრებენ, რომ საკეისრო კვეთის შემდგომ მერე იწყება ტკივილი პროცესი და რეაბილიტაცია პროლონგირებულად პრობლემურია. იმ მრავალი გართულობების გარდა ინფექციური თუ სისხლდენა თუ სხვადასხვა რაც შეიძლება მოყვეს ადრეული და შემდგომში შორეული გართულობები, იმის გარდა ეს რეაბილიტაციის ბევრად გართულებული პროცესი არის საყურადღებო და ამაზე თუ ვესაუბრებით ხოლმე, შემდგომ შესაძლებელია მოხდეს გადაფიქრება საკეისრო კვეთის. ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა არ ჩაგერებით როგორც პროფესიონალი, მაგრამ მეცი მამუკომიცის რომ მეყარსთან იმუნოლოგიაზე ლაპარაკი. ძალიან მგიშდები ამ თემაზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტისაგან შედგება. თუ ვთქვათ, მე დაწესებულების მე პატრონი ვარ, ბიზნესია ჩემთვის, მე უნდა ვიცოდე დამფუძნებელმა და შემთხვევაში რომ გასლებითი ეფექტი დამიჯდება ფიზიოლოგიური მშობიარობა, ვიდრე გართულებული საკეისრო კვეთის მოვლა, რაც გაგინდა მეტი იყოს გადასახადი, იმიტომ რომ ერთმა გართულებულმა შემთხვევაში ვთვლიან შეჯამოს 10 და 15 მშობიარობის შემოსავალი და ჰოსპიტალურ მენეჯერებს ეცოდინებათ, რომ მაღალი ხარისხის კვალიფიციური სერვისის მიწოდება გაცილებით უფრო მომგებიანია, ამ შემთხვევაში მაჩვენებლების გაგუმჯობესება, გადაწყვეტილებაც სწორი იქნება და მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი პერინატოლოგიურად ბევრად უფრო უკეთესი გვექნება. მე ის გადამრჩენია ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. ნიკა, იმეც ვიტოვებ შენთან შემდგომი თანამშრომლობის. ამიტომ მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ეს არაჩვეულებრივი ორგანიზაცია გამაცანი და ჩამაყენე საქმის ხურში. ეს არის ძალიან კარგი და საერთოდ იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი შემდგომ ეს იაპონიის პროექტი დაგვეხმარება იმაში, რომ სოციალური მარკეტინგი იქნება ერთგვარი, იმიტომ რომ ჩვენ გავანათლებთ ქალებს და განათლებული ქალისთვის უკვე შენთვის მომგებიანი და ხანდახან არასწორი ინფორმაციის მიწოდება არ იქნება მისაღები და თვითონ გეტყვის, რომ არა ბატონო, მე მინდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და მე იმეც ვიტოვებ, მე გამოსწორებელი ოპტიმისტი ვარ, რომ ეს ესე იქნება.
მე კიდევ იმეც ვიტყოდი თქვენ კიდევ მესწრობთ სტუდიაში არაერთხელ და ვისაუბროთ ჩვენ კიდევ ახალგაზრდა კოლექტივს გამაცნობ ფერს. ჩვენ მე კი ვიმშვიდობებ ჩვენს ტელემაყურებელს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ძალიან საინტერესო ინფორმაციის მომწოდებელი ამავდროულად და ძალიან საინტერესო ადამიანებისგან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოისმინეთ. ვიტყობებით მეც რომ გადაიყვანთ ამას პირად პრაქტიკაში და ნელ-ნელა საქართველოში უნდა დაიწყოს საკრებულო კვეთების რიცხვის შემცირება, მე ახალგაზრდების უფრო იმედი უფრო გამიჩნდა. გემშვიდობებით საუკეთესო სასწაულებით მომავალ შემოდგომამდე ნახვამდის. ხონდის.